ძალიან მიხარია, რომ ეს ვიდეო შეხვდათ. განსაკუთრებით მათ, ვინც ჩემი გამომწერია. ხო და თუ არა ხართ, ძალიან მალე შეგიძლიათ ამის გაკეთებას. სულ რაღაც ერთი სენსორული მოძრაობა და უკვე თქვენ ხართ ქურუმი ქალის გამომწერი. ლაიქებზე, გაზიარებებზე და ასე შემდეგ მე ვილაპარაკოთ, თუ ეს ძალიან მოგეწონებათ. მოკლედ ასე, თეა დიდნიერია, რომ მორიგი პრაქტიკით მოვიდა თქვენთან, რომელიც უკვე ძალიან მოდური ხდება, ძალიან აქტუალური და ძალიან ეფექტური ჩემო კარგო ადამიანებო. მაშასე, ჩვენი გზები ხშირად იკეტება. ჩემი გამართლების კოეფიციენტი ეცემა და ხანდახან ნულს ქვევით აღმოჩნდება. ჩვენ ვშრომობთ და არც არაფერია წინსვლისათვის. ბევრს ვაკეთებ იმისათვის, რომ უკეთ ვიყო, მაგრამ მგონი ჩემი საქმე უკან მიდის. ხშირად მესმის ესეთი სიტყვები. ხო და ჩემო ძვირფასებო 5 წუთში შეიძლება ამ ყველაფრის გაკეთება მთავარი გჯეროდეთ. ჩვენ ვიხმობთ სამ მაგიურ ატრიბუტს. ეს არის წყალი, ეს არის მარილი და გასაღები. მაშ ასე ყურადღებით მომისმინეთ, სიტყვები ჩაიწერეთ, ეს ვიდეო შეინახეთ, გადაუზიარეთ სხვას. ეს უკვე კარგი ნიშანია, როცა გინდათ გადაუზიაროთ სხვას. ეს იმიტომ, რომ ეს ენერგიები, რომელიც ეხლა უნდა წამოემართოს თქვენთვის, თქვენ მოახდენთ მათ გამრავლებას და გადამრავლებას, ესე იგი, სიმრავლე ისევ და ისევ თქვენს ჭიბეზე და თქვენს წარმატების, ასე ვთქვათ, ევერესტებზე აისახება. მაშასე, ძვირფასებო, ეხლა კი პირდაპირ გადავიდეთ ჩვენი წინსვლისა და ყველა კარების გაღების რიტუალზე. როგორც უკვე გითხარით, ამისათვის საჭირო არის წყლით სავსე ჭიქა და მასში ჩავყაროთ, საკმარისი იქნება 1 კოვზი მარილი. ბურებთ კარგად, რაც შეიძლება კარგად და რაც შეიძლება ხარისხიანად. მოგეთ რომ მიხვდებით, რომ ის უკვე გადნა და უკვე გაიფანტა წყალში, შეგიძლიათ ხელი მოკიდოთ იმ გასაღებს, რომელიც ყველაზე ხშირად გაქვთ მოხმარებაში. ეს იქნება სახლის, ეს იქნება ოფისის, თუ ეს იქნება, მოდი ასე ვთქვათ, რა ვიცი, ავტომობილის, შეიძლება ასეც იყოს. მოკლედ ასე, ჩვენ ვაკეთებთ 3-ჯერ აღნიშნული გასაღების წყალში მოთავსებას და 3-ვეჯერ ნელ-ნელა, არ ამოვარდეთ რიტმიდან, ოღონ 3-ვეჯერ ნელ-ნელა ვამბობთ. მაშასე, პირველი ასე არის. წყალო და მარილო, გახსენი ჩემი გზები. ამოვიღეთ. არის მეორე ვერსიაც კიდე, ჩავდოთ ბოლომდე. მეორეჯერ ვეუბნებით, რომ ჩემი გასაღები გააღებს კარებს და გზები იქნება დღესავით ნათელი. ამოვიღებთ და მესამე ჩემო ძვირფასო ძალებო. ზებუნებრივო ძალებო, დამლოცეთ და ყველა გზა იყოს ჩემთვის ხსნილი ყოველთვის. აი ესე ძალიან მარტივად ერთხელ გავაკეთებთ ამ რიტუალს. რასაკვირველია, გასაღებს არ შევამშალებთ, ეს თვითონ მოხდეს, ასე ვთქვათ, მისი შეშრობა, წყალს გადავღვრით, ვიცი ეს კითხვები წამოვა, გასაღები ჩვეულებრივად ისევ და ისევ გააგრძელეთ მის გამოყენება, წყალი კი შევუერთეთ, ასე ვთქვათ, კანალიზაციას. ესეც ასე, ამის თქმა ნამდვილად მსურდა, გარდა ამისა თქვენ შეგიძლიათ ისევ და ისევ მომართოთ, ისევ და ისევ ბევრ და საინტერესო არა მარტო წარმატების, სხვადასხვა პატარა ეზოთერიკული, მოდი ასე ვთქვათ, ერთგვარი პატარა ეშმაკობების ამბებსაც გასწავლით. მომწერეთ, ჩაეწერეთ სტარის კონსტიტუციაზე და ჩვენთან შეიძინეთ წარმატების თილისმები. კოსინთ გეხვებით, სიამოვნებით თქვენი ქურუმი ქალი. ნახვამდის.